აი მოდით მართლა ყველამ ერთად გავიაროთ, აი როგორ ჩაიარა ამ წელიწადმა? ამ რა დაგვიტოვა? და ვფიქრობ რომ ჩვენი მიღწევები რა წარუმატებლობები, რა წარმატებები? და ვფიქრობ რომ ურიგო არ იქნებოდა რამოდენიმე ჩვენი სტუმრისთვისაც დაგვერეკა ესე სპონტანურად, ვინც აიღებს და უპასუხებს ტელეფონს და შემოგვაყვანა პირდაპირ ეთერში და გაგვეგო მათთვის როგორ ჩაიარა წელმა და მიგველოცა მათთვისაც პერსონალურად ახალი წელი. პირველი გადაწყვიტეთ რომ დაურეკოთ ბატონ გიორგი ჭულუხაძეს ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება თავმჯდომარეს და მისგან მოვისმინოთ სახელმწიფო მილოცვას და შევაჯამებინოთ განვლილი წელი. მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა? დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს, მინდა რომ მოგილოცოთ წინასწარ. ახალი წელი შობა გისურვოთ წარმატება, გახარება სულიერი სიმშვიდე და რა ვიცი, ყოველივე კარგი შემოკარგება, მართლაც ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მინდა გისურვოთ წარმატება. ძალიან დიდი მადლობა თქვენც ასევე და როგორც პირველ რიგში მადლობა თანამშრომლობისთვის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ რამოდენიმეჯერ დრო და დაგვეხმარეთ და ჩაგვერთეთ გადაცემაში და ასე შემდეგ. თუმცა გვაინტერესებს თქვენთვის როგორი იყო საბოლოო ჯამში 2014 წელი, როგორ შეაჯამებდით? პირველ რიგში მინდა თქვენ გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა გამომდინარე იქიდან რომ ყოველთვის აშუქებდით ჩვენს ასე ვთქვათ მნიშვნელოვან ღონისძიებები რომელიც გამართულა თუნდაც იქნებოდა ეს კვლევები თუ ნებისმიერი სხვა ფაქტი და დიდი მადლობა მინდა ამისთვის გადაგიხადოთ რაც შეეხება 2014 წელს ვფიქრობთ რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის იყო წარმატებული მე გავამახვილებ ორ მნიშვნელოვან პროექტზე თქვენს ყურადღებას იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გამახორციელებთ ახალგაზრდული საკრებულოები სამ რაიონში და ასევე რესოციალიზაცია რეაბილიტაციის პროგრამა ეს გახდათ საჯელახსოვრები დაწესებულებებში და მინდა ვთქვა რომ ეს პროექტი გახდათ მართლაც მასშტაბური 7 საჯელახსოვრების დაწესებულებიდან 420 მშავრდებული იყო ჩართული და ვფიქრობ რომ პროექტი შედგა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენ მათ გავუწიეთ სხვადასხვა კუთხით დახმარება, ვცდილობდით რომ და ვცდილობთ კიდევ რომ ასე ვთქვათ დავეხმაროთ სამსახურის კუთხით, იურისტებმა ჩვენმა იურისტებმა გავუწიეს როგორც სხვადასხვა ასე ვთქვათ კონსულტაცია, ასევე შეწყალებაზე უდვადამდე განთავისუფლების კომისიაზე ჩვენგან იქნა გაგზავნილი ძალიან ბევრი რეკომენდაცია და თვითონაც აღნიშნავენ მშავრდებულები რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, აღნიშნული გამომდინარე იქიდან თუ რა ხდებოდა წინაწლებში საჯელახსოვრების დაწესებულებებში და ამბობენ რომ ეს არის რაღაც საათნახევრის თავისუფლების დრო, როდესაც შედიან ჩვენი სამოქალაქო განათლების ტრენერები და ფსიქოლოგები. არაჩვეულებრივია და რას უნდა ველოდოთ 2015 წელს უკვე და თქვენ რას ელოდებით ამ წელიწადისგან? 2015 წელს ასევე მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ, თქვენს ეთერში ზმუნებრივია გაჟღერდა რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდულ საკრებულოებს ვიწყებთ 64 მუნიციპალიტეტში, სადაც ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები უშუალოდ თავიანთ რაიონში მართვა-გამგეობაში, ისწავლიან ეს ახალგაზრდები მმართველობის სისტემას და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები გაიზრდება. მინდა აღნიშნო, რომ სამ რაიონში, როდესაც განხორციელდა კასპიაში, კორში და მარნეულში გვაქვს ძალიან დიდი შედეგი. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა დასაქმდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მინდა აღნიშნო და ზუსტად ამ პროექტიდან წარმოჩინდნენ ეს ახალგაზრდები, რომ ვფიქრობთ, რომ ხელშეუწყობთ ჩვენს ყველანაირად, რომ კარიერულად გაიზარდონ. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სიცოცხლის ხესთან, რომელიც გახლავთ ფონდი, მოგეხსენებათ და უახლოეს მომავალში შეზღუდულ შესაძლებლობებზეც აუცილებლად დავიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებებს მუშაობას და დავეხმარებით სხვადასხვა კუთხით ამ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ნაყოფიერ წელს უნდა ველოდოთ თქვენთან. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას. ძალიან გული შეგვრთკივ და გულშემატკივრობთ, ასე ვთქვათ. და გავაშუქებთ თითოეულ მნიშვნელოვან მოვლენას, გილოცავთ და წინასწარ რა თქმა უნდა და გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ 2015 წელს. უნდა დავემშვიდობოთ ბატონ გიორგის, იმიტომ რომ მაყურებელი